ახალი არჩევნები ბოლო დღეებია ოცნების ლინგვისტიკაში ეს სიტყვები იმაზე ხშირად ისმის, ვიდრე მთელი ურთლიანი პროტესტისას მოგვისმენია. ოლიგარქის პარტია ქვეყნის შიგნით და გარეთ მანტრასავით იმეორებს, რომ ახალი არჩევნები არ იქნება 2028 წლამდე. აქამდე ივანიშვილის პარტიის სტრატეგია ასეთი იყო, ისინი თითქმის არ ეხმაურებოდნენ მოთხოვნას, ფაქტობრივად არ ახსენებდნენ ახალ არჩევნებს, ამბობდნენ, რომ პროტესტიც და მოთხოვნებიც არის უშინაარსო. მეორე მოთხოვნა ეს პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ასევე მოძალადეების დასჯა, თუ კი რაიმემ გაყიდა ოცნების რეჟიმი და ივანიშვილის რეპრესიული პოლიტიკა ყველაზე აშკარად საერთაშორისო ასპარეზზე, ეს სწორედ დაუსჯელობა და პარალელურად პოლიტიკურად აღქმული საქმეების წარმოებაა სასამართლოებში, თავისი სრულმოწმეებით, გამოგონილი ბრალდებებით, არარსებული მტკიცებულებებით. ახალი არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და დამნაშავების დასჯა. სამივე აისახა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში, რომელსაც დღეს კენჭს უყრიან სტრასბურგში. პასე ოცნებას უყენებს პირობებს მანდატების აღიარების სანაცვლოდ. თქვათ ახლა რა სიტყვენ ქართული ოცნებისგან, პირველი ეს არის დაუყოვნებლივ დაიწყოს ინკლუზიური პროცესი ყველა მხარის მონაწილეობით, შეიქმნას ისეთი საარჩევნო გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს რეალურად დემოკრატიული ახალი არჩევნების გამოცხადებას მომავალ თვეებში. განაახლოს ევროპული ინტეგრაციის პროცესი, ხალხის ევროპული მისწრაფებების შესაბამისად დააჩქაროს საჭირო რეფორმები. დაუყოვნებლივ დაასრულოს პოლიციის სისასტიკე და ადამიანის უფლებების დარღვევა. ეფექტურად გამოიძიოს ეს პრაქტიკა და შეწყვიტოს სასამართლო პროცესების ბოროტად გამოყენება, როგორც მომიტინგეების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო ლიდერების შეჩერების ან შურისძიების საშუალება. გაათავისუფლოს ყველა პოლიტიკური პატიმარი ასამბლეის 2025 წლის აპრილის სესიამდე, ეს არის დათქმები. ამ პირობების შესრულებისთვის ოცნებას აქვს ვადა 3 თვე. თუ კი ეს რეზოლუცია დამტკიცდება, მის შესრულებამდე ოცნებას ექნება შეზღუდული უფლებამოსილებები პასეში, მაგალითად ვერ იმუშავებს კომიტეტებში, ვერ იქნება ვერც ერთ თანამდებობაზე ასამბლეაში და ასე შემდეგ. რეზოლუციის ტექსტს არ ეთანხმება ოცნება, ამიტომ წარადგინა შენიშვნები და ითხოვს ტექსტის შეცვლას. საინტერესოა, თუ კი გივი მიქანაძის დაწერილ შესწორებებს გადავხედავთ, იქ ვერ ნახავთ შესწორებას მაგალითად პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნაზე, ან პოლიციელთა სისასტიკეზე, სასამართლო პროცესებზე, შურისძიებაზე, რაც არის ნახსენები რეზოლუციაში. ანუ ამ ჩანაწერების შესწორება ოცნებას არ მოუთხოვია. ახალი არჩევნები, ეს თემა რომ ყველაზე მეტად ტკივა ოცნებას, ამას არც მალავენ და სწორედ ამას ეხება დარეგისტრირებული შესწორებებით. ოცნება წერს, რომ არ არსებობს ახალი არჩევნების საფუძველი. ამასთან ოცნება ითხოვს ამოიღონ რეზოლუციიდან პუნქტი, სადაც საუბარია 2025 წლის აპრილში ქართული დელეგაციის უფლებამოსილების გადახედვაზე. სულ 7 შესწორებაა დარეგისტრირებული, პასე სხვა წევრები ითხოვენ ახლავე შეუწყდეს ოცნების დელეგაციას უფლებამოსილება, ასევე ჩაიწეროს, რომ საქართველოში პოლიტიკური ჩიხიდან გამოსასვლელად საჭიროა ჭეშმარიტად დემოკრატიული ახალი არჩევნების ორგანიზება, რომელიც ჩატარდება მკაცრი საერთაშორისო მონიტორინგის ქვეშ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, აქვე ვთქვათ ახლა, როგორ ფუთავს ამ მთელ რიგ მოთხოვნებს და ამ პროცესს ქართული ოცნება. მაგალითად, თეა წულუკიანმა გუშინ რამდენიმე კომენტარი გააკეთა სამთავრობო მედიასთან. ერთ-ერთი თქვა ის, რომ ახლავე არ უწყდებათ უფლებამოსილება, ეს წარმატებაა. რომ ოპოზიციას ჩაუვარდა პროექტი. წარმატება წულუკიანი ასაღებს იმას, რომ არ მოსთხოვეს რეზოლუციით სააკაშვილის გათავისუფლება, ზურაბიშვილის აღიარება. აქვე ვერ უარყოფს, რომ არსებული დათქმები არის სერიოზული, თუმცა იმეორებს, რომ ახალი არჩევნები 28 წლამდე არ ჩატარდება. არის არაერთი დათქმა, მაგრამ ჩვენი პოზიცია, რომ ჩვენ ვუყურებთ ამ ეტაპზე მხოლოდ პირველ დათქმას, რომელიც მოითხოვს, რომ აპრილამდე კი ბატონო იყავით, ეს არის ნათქვამი, მაგრამ აპრილში რომ დაგვიბრუნდებით, გითხარით, როდის ატარებთ არჩევნებს, რაზეც მე კომიტეტს ცალსახად ვუთხარი, რომ ეს არ მოხდება, არ ჩატარდება 2028 წლამდე ახალი საპარლამენტო არჩევნები, ეს არ არის დაგეგმილი, მეთქი ეს მათ იციან და ჩემი ეს განცხადება მათთვის სიურპრიზი ვერ იქნება, მათ ეს არ მოეწონათ. ოპოზიციონერების მონათხრობის მიხედვით, წულუკიანი ფაქტობრივად წყობიდან გამოვიდა ერთ-ერთი დებატისას, ყვიროდა, ჩხუბობდა, მაჩერებდა, უყვება ფორმულას თინა ბოკუჩავა.
თეა წულუკიანი მისთვის დამახასიათებელი უტაქტობით გამოირჩეოდა მომხსენებლების მიმართ, ასევე იყენებდა ტერმინოლოგიას, რომელიც დამახასიათებელია ავტოკრატიისთვის და დიქტატურისთვის. ჩემი გამოსვლის დროს წულუკიანი ყვიროდა, მაჩერებდა, მას შეახსენეს კიდეც, რომ ის არ იმყოფებოდა საქართველოს არალეგიტიმურ პარლამენტში, არ იმყოფებოდა ევროსაბჭოში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში. ხდებოდა მონიტორინგის კომიტეტზე, რომლის პირდაპირ ტრანსლაცია არ მომხდარა. ოცნების დელეგაციისთვის უფლებამოსილების შეჩერების საკითხი თავდაპირველად პასეში დააყენა 4 ოპოზიციურმა პარტიამ. ეს არის კოალიციას ცვლილებისთვის, ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა, ძლიერი საქართველო და გახარია საქართველოსთვის. შემდეგ მას უკვე მხარი დაუჭირა პასეს წევრთა ნაწილმა, შესაბამისად საკითხი გადაეცა მონიტორინგის კომიტეტს. ოპოზიცია ელოდება, რომ დოკუმენტში ბევრი არაფერი შეიცვლება. ეს არის შეთანხმებული ვერსია, რომელიც კომიტეტზე გავიდა. მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, რომ რამე პრინციპული ცვლილებები შევა ამ დოკუმენტში უკვე სესიაზე არ არის. მათ შორის გვქონდა ამ რეზოლუციის გამოქვეყნების შემდეგ კომუნიკაცია ყველა მსხვილი პოლიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელთან, სწორედ ამ საკითხზე. არსებობს თორემ მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, რომ რამე პრინციპულად შეიცვალოს დოკუმენტში და ესეთი მოლოდინი არ არსებობს. ამიტომ ძალიან მაღალი ალბათობით ეს დოკუმენტი მიღებული იქნება იმ სახით, რა სახითაც გამოქვეყნდა. უწევს თუ არა უცნებას შეასრულოს დათქმები, თუ არ შეასრულებს, რა ბერკეტი დარჩება პასეს, რა გავლენა ექნება ამას პროცესზე. ამაზე ვილაპარაკებთ გადაცემაში სტუმრებთან ერთად, მანამდე ცნობისთვის, რატომ არის ეს ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ორგანიზაცია. პასე 76 წლის წინ დაფუძნდა. ორგანიზაცია უმნიშვნელოვანესი ინიციატივების ავტორია, მაგალითად ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის. ამ ორგანოსთან შეთანხმება სავალდებულოა ევროპის საბჭოს ნებისმიერი საერთაშორისო ხელშეკრულების ინიცირებისთვის. ის ირჩევს მაგალითად ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეებს, ადამიანის უფლებათა კომისარს, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, მის მოადგილეს, თავად ასამბლეის გენერალურ მდივანს. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული დოკუმენტები, რეკომენდაციები, რეზოლუციები, მოსაზრებები სახელმძღვანელოს ფუნქციას ასრულებს ეროვნული მთავრობების, პარლამენტების, პოლიტიკური პარტიებისთვის. ეს არის პირველი ევროპული ორგანიზაცია, რომელსაც შეუერთდა საქართველო 1999 წლის 27 აპრილს. სწორედ ამ დარბაზში თქვა ზურაბ ჟვანიამ სიტყვა: მე ვარ ქართველი, მაშასადა მე ვარ ევროპელი. მე ვარ ქართველი და მაშასადა მე ვარ ევროპელი. I am Georgian and therefore I am European. ეს იყო მოკლედ 26 წლის წინ აპრილში, ვნახოთ რა იქნება უკვე 2025 წლის აპრილში. სწორედ 3 თვე აქვს ვადა ქართულ ოცნებას. აქვე მაყურებელს ვუთხრათ, დაახლოებით 1 საათში დაიწყება დებატები სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში. დაახლოებით 8 საათისთვის უკვე უნდა დასრულდეს კენჭისყრაც. შესაძლოა მოკლედ ჩვენი გადაცემის მიმდინარეობის დროს გქონდეს უკვე ბოლო ინფორმაცია მიღებული გადაწყვეტილების შესახებ.